მე მგონი ლაივში ვარ, ხო? ხო, უკვე ლაივში ვარ, იმდენ ხანი არ ჩამიწერე რომ. მეგობრებო, მე ვთქვი რომ ბოლო ლაივი იქნებოდა ჩემი წინა ლაივი რა, მაგრამ რეალურად ისეთ დიდ რაღაც ურჩხულს შევეჯახე რომ ეს რო არ გაგიმხილოთ, ხო? მაგარი ცუდი ამბავია საქართველოში რო იცოდეთ რა. ესე იგი ახლა მე ისეთი სულ სხვა სფერო გავხსენი რომ აუცილებლად უნდა გითხრათ. დღეს ვიყავი მე, ესე იგი მისული ლაბორატორიაში, სადაც 1358 ლარის ანალიზები ავიღე. და რატო? თქვენ იცით რომ ერთი კვირის წინ ცოტა მიჭირს აზროვნება, იმიტომ რომ რეალურად აციანიდის შხამი იწვევს გონების დაქვეითებას, სისხლში არ უწყობს ხელს ჟანგბადის აღებას და ამიტომ შეიძლება ადამიანი ბორკავდეს ან რაღაც ესეთი იყოს. ან გათიშები ქონდეს, ან ჰალუცინაციები. რაც რეალურად მე გამიჩნდა კითხვა, რატომ აქვს ეს ჰალუცინაციები, მას შემდეგ რაც ჩამოვედით ჩვენ სვანეთიდან, იმის მერე რაც დილით 6 საათზე ჩვენი მეგობარი მოიწამლა. ერთ-ერთი მეგობარი, სახელს ახლა არ დავასახელებ. ჩვენ ვიყავით, ესე იგი 8 კაცი წასული და გადანაწილებული ვიყავით ორ-ორად ოთახებში. დავწექით, როდესაც დავწექით დილით ადრე, ესე 6 საათისთვის, უკვე ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ხდება ძალიან ცუდად. მას ეწყება თავის ტკივილი, ყელის წვა, კისრის წვა და როდესაც ის ოთახიდან გამოდის, აღებინებს ქაფს. ჩვენ ეს მივიღეთ იმათ, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო რაღაცა ალკოჰოლისგან გამოწვეული, რეალურად რაც არარეალურია, 3 ჭიქა არაყის გამო, რომელიც ყველამ დალია იქ უფრო მეტი, არ შეიძლება ყოფილიყო ეს ქაფი, ალკოჰოლის ბრალი, მით უმეტეს, როდესაც ეს იგივე ადამიანი ღამის 4 საათზე იღვიძებს მეორე პირისგან, რომელიც ამავე ოთახში არის მოთავსებული და მისი ჩურჩულით, მისი სახელის წოდებით აღვიძებს მეორე პირს, იმ პირს, რომელიც მოიწამლა. რეალურად რომელმაც ქაფი აღებინა. როდესაც ეუბნება ეს პირი, რომ რაშია საქმე და რატომ უძახის ის ღამით, რატო აღვიძებს მას, ეს პირი ეუბნება, რომ ამ ადამიანის ქვემოთ ლოგინის ქვეშ არის რაღაცა დიდი ძაღლის შემძვრალი, რაღაც სული. მიუხედავად ისა, რომ ეს აბსურდული რაღაცა წარმოთქვა ახლა იმ ადამიანმა, რისთვისაც გააღვიძა, ეს ადამიანი მაინც დგება, იხედება საწოლის ქვეშ, არის სრულიად ჩვეულებრივად, არც ღებინება, არც თავის ტკივილი, არც თავბრუ სხვევა არ გააჩნია და ამშვიდებს ამ პირს და ეუბნება, რომ არაფერი ძაღლი არ არის, დაიძინე, წყნარად იყავი, ყველაფერი რიგზეა. დილით კარები ჩაკეტილი აქვთ, მოკლედ ეს მთელი ღამის განმავლობაში, დილით უკვე, როდესაც 6 საათი ხდება და ის პირი, რომელიც ოთახშია, ტოვებს ოთახს, ამის მერე ხდება ადამიანი ცუდად, ტკივდება თავი, ეწყება გულის რევა, გაშოშება ორგანიზმის და ძლივს ცდილობს, რომ მივიდეს ფანჯარასთან, გააღოს ფანჯარა, იმისათვის, რომ ჰაერი მაინც ჩაყლაპოს, რომ რა ხდება. ფანჯარის გაღების შემდეგ ამ ადამიანს ეწყება გულის ღებინება, გარბის საპირფარეშოში და აღებინებს ქაფს. თვალები ჩაწითლებული, კაპილარები დამწყლარი. მოკლედ, ერთი სიტყვით ძალიან უცნაური ამბავია ეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ის გავატარეთ ყველაფერი, მეორე დილით ის პირი, რომელიც ღამით აღვიძებდა ამ ადამიანს და ეუბნებოდა, რომ ლოგნის ქვეშ არის რაღაც ძაღლი, ამბობს ესეთ რამეს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ამ ადამიანს ებრძოდა რაღაცა არსება. ანუ მის ლოგინის, ანუ მის თან ოთახში მცხოვრებ თუ იმ ღამეს ერთად მყოფ ადამიანს რაღაცა არსება ებრძოდა თურმე და საბოლოო ჯამში დააწყებინა ხავილი. ჯერ კრაოტის ქვეშიდან, საწოლის ქვეშიდან და შემდეგ ამ საწოლის ქვეშ და ამოვიდა და შევიდა მასში და დაიწყო ამ ადამიანმა ხავილი მთელი ღამის განმავლობაში.
ამ მთელი ღამის განმავლობაში თურმე ამ ადამიანს შვიდად შემდეგ შეუძლია რომ გააგზავნოს ძილი, როცა მეორე ადამიანი ხავის და მეორე დილით მოგვიყვეს ზღაპრები, უბრალოდ ზღაპრები, რომელსაც ჩვენ რეალურად ვიჯერებთ, იმიტომ რომ არავისი არ მიგვაქვს ჯერ არაფრის ეჭვი. მაგრამ იქამდე სანამ ეს პირი, რომელიც იმ ადამიანთან ერთად პირი A, მოდი ესე პირობი და თქვათ რომ პირი A, რომელიც მოიწამლა და პირი B, რომელიც მასთან ერთად ოთახში იწვა. პირი B, რომელიც გვიყვება ზღაპრებს, ამბობს რომ პირი A მთელი ღამის განმავლობაში ხროხინებდა. ამასობაში, როდესაც ვდგები მე და გამოვდივარ, ესე იგი 9 საათზე, ალბათ 9:30 იყო დაახლოებით ესე ოთახიდან, ვხედავ, რომ ესენი ზიან გარეთ და თია არ ჩანს. მოკლედ, მაინც წამომსა სახელი, მაგრამ ერთი სიტყვით არ ვიტყვი ეს რომელია ეს. როდესაც ჯდები ამათთან ერთად, მოდის პირი A და ხედავ რომ ძალიან ცუდად არის. რეალურად ხმას ვერ იღებს და ვეკითხები, ვა, მეთქი, ცუდად ხარ? ხო, არ ვიცი, რა მჭირს, ამბობს, წავიდეთ სახლში, ამბობს. დაიწყო იქ ვიღაცებმა რომ აი ეს ვინო დალია, ის დალია, ეს დალიაო რაღაცეებიო, აურიაო და პახმელია არისო. ყველამ დავიწყეთ იქ საუბარი, ჩვენ გვეგონა პახმელია და ვუთხარი რომ მეთქი, მაშინ ამიტომ გავაკეთოთ ესეთი რამ, აუდუღეთ წყალი და როდესაც წყალი მან დალია, ანუ ადუღებული წყალს ეგრევე გამოაქვს შხამები. წყალი რომ დალია, კიდევ წავიდა საპირფარეშოში და მეც გავყევი მას და ძალიან გამიკვირდა რომ არც იქ მჯდომი ის პირი, რომელიც მის ოთახში იწვა, არ გაიმძრა საერთოდ. თითქოს არც არავინ არ გამხდარა ცუდად და არც არავინ არ გაქცეულა საპირფარეშოსკენ, ხესავით იჯდა. რაც მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ადამიანი როცა ხარ, წამოდგები მაინც და ის თავს შეწუხებულად მაინც მოაჩვენებ ადამიანს რა. არა, იგნორი. როდესაც მივედი მე და დაუჭირი ამ ადამიანს, რომელიც საპირფარეშოში აღებინებდა, თავი და კისერი, მისი ოფლი გადმოვიდა ჩემს ხელებზე და აი ოფლად იღრებოდა ადამიანი და ის ჩემ თვალწინ აღებინებდა ქავს. საბოლოო ჯამში, რადგან იმ მომენტში ჩვენ ეჭვი არავიზე არ აგვაქვს მიტანილი, რომ ვიღაცამ მოგწამლა, ან შეიძლება ეს იყოს გამიზნული მოწამლა, ან რაღაც ასეთი. ჩვენ მოვდივართ, ვანებებთ ამ საკითხს თავს, ვთვლით რომ ეს ადამიანი არის ალკოჰოლით მოწამლული, მაგრამ ალკოჰოლით მოწამლის ნიშნებს რატომღაც აღემატება ეს საკითხი. საბოლოოდ, როდესაც ჩამოვდივართ თბილისში, ეს არის უკვე ღამის 23 საათი, ჩვენ მიყვავს ეს დანიშნული პირი სახლში და მეორე დღის საღამოს მე ვწერ ამ ადამიანს რომ როგორ ხარ? რადგან პირი მეუბნება რომ არა ვარ კარგად, ცუდად ვარ და არ ვიცი რა მოხდა. იმ დღეს არ ვიცი რა მოხდა. მე არ მქონდა ალკოჰოლით მოწამლა, რადგან არ დამილევია 3 ჭიქა არაყისზე მეტი. აქედან უკვე ვიწყებთ კითხვებს, რა შეიძლება მომხდარიყო. ვურეკავ ექიმს, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური ამ საკითხში. ვუყვების სიმპტომებს და მეუბნება, არც ექიმის სახელს არ დავასახელებ, თუ საჭირო არ გახდა თქვენ წინაშე, არ დავასახელებ, თუ საჭირო გახდა და სასამართლო აუცილებლად გაიმართება თუ კი. ამ საკითხს ეხლა, აი ზუსტად 130.300 ლარის ანალიზები ავიღე მეთქი გითხარით რა. და როდესაც ეს ექიმი იგებს და ვუყვები ამ სიმპტომებს, მეუბნება ეს არის ციანიდი. ეს პირდაპირ არის ციანიდი, რასაც ახლა შენ მიყვები. ვეკითხები ექიმს, შესაძლებელია რომ აი მისი ოფლიდან მეც გადმომსვლოდა, იმიტომ რომ როდესაც ჩამოვდივართ, რამდენიმე დღეში მეწყება მეც უჰაერობა, ჰალუცინაციები, გულის რევის შეგრძნება და საბოლოოდ თავის ტკივილები და 4 დღიანი, უკვე მე 4 დღეა
აი არ ვიცი არც ცუდად ვარ, არც ვირუსი მაქვს, მაგრამ ფაღარათი არ კავდება, როგორც წყალი ისეა ბოდიშით თქვენთან, მაგრამ უნდა გითხრათ, არაფერი მიტყდება თქვენთან. მივდივარ ისევ ექიმთან და ვეუბნები. შესაძლებელია, რომ ეს იყოს ალკოჰოლის მოწამვლა, რაც რეალურად 4-5 დღის მერე ალკოჰოლის მოწამვლა შანსი არ არის და თან მით უმეტეს იმ მომენტში ქაფის ღებინება არ არსებობს ესეთი რამე. მეუბნება არავითარ შემთხვევაში არც ალკოჰოლია, არც ვირუსია, ეს არის ციანიდი. ხო შეიძლება რომ თქვას ადამიანმა რომ სხვა მომწამლავი რაღაცები, არა, ეს არის ციანიდი. ვინ იყო ის ადამიანი, ენდობი ამ ადამიანს. ვეკითხები ამ ექიმს, შესაძლებელია რომ ციანიდი შემდეგ გამომჟღავნდეს? ამბობს, არა, ციანიდი მჟღავნდება, მისი სიმპტომები მჟღავნდება, თუ კი დააწვეთეს ის ტანზე, ან აჭამეს, ან ხელი დაადეს ესე ციანიდით 4-დან 6 საათში. უყურეთ, ნახეთ რა ხდება, 4-დან 6 საათში ხდება ის, რომ ღამის 12 საათზე ეს ორი პირი რო წავიდეთ დასაძინებლად, დილის 6 საათამდე იმ ოთახში არავინ არ შესულა, არ გამოსულა. საკითხავი არის, რა ხდებოდა იმ ღამეს. ხო? საკითხავია. პირი, რომელიც მეუბნება, მტკიცებულების გარეშე ხელი როგორ დამადეო, დედა მოწყნული პიროვნებაა. მტკიცებულების გარეშე სანამ ჩვენ სვანეთიდან აქ ჩამოვიდოდით, ჯერ საქართველოში ციანიდზე არ არსებობს ანალიზი, არ აკეთებენ საქართველოში ანალიზს, რამდენ ლაბორატორიაში არ ვიკითხებ. მაგრამ არსებობს ერთი რამ. იმ კომპეტენტური პირისგან, რომელმაც მითხრა, რომ ციანიდი შეიძლება აღარ იყოს სისხლში 24 საათში გადის ის და ვერ დაუმტკიცებ ვერავის, მაგრამ დაუმტკიცებს სიმპტომებით. სიმპტომები, რომელიც სისხლში არის მოთავსებული და რომელზეც გავიკეთე ახლა მე ანალიზი. დედა მოწყნულებო, როგორ კლავთ ხალხს, როგორი გველები ყოფილან ამ საქართველოში. ეხლა უყურე, ეს ციანიდი, როდესაც მე ხომ გულისრევები, ფაღარათი, გულის წავშლები და ესეთი რაღაცეები, მოჩვენებები და ჰალუცინაციები დაწყებული მაქვს და მეუბნება რომ გამორეცხვა გაიკეთე, ვიკეთებ გამორეცხვებს. აი რო გრძნობ რომ გული მიგდის, რომ დაიძინო ვეღარ გაიღვიძებს ესეთი მსგავსი მომენტები და ის პირი, რომელიც აბრალებს ალკოჰოლს, იმ მოწამვლას, რომელიც გავანებოთ თავი რა, ვინ ვის რას აბრალებს, გეტყვით ერთ რამეს რა. ხელი აქვს დადებული კომპეტენტურ ექიმს, ციანიდზე აქვს ეჭიაღებული რა. დედას ფიცა ვარ. ეს თუ დამტკიცდა ახლა ისინი, რასაც ველოდებით ის პასუხები რომ მოვიდეს და აქ თუ დამტკიცდა რომ ციანიდი იყო გამოყენებული, ანუ ფაქტიურად, კომპეტენტური პირი ხედავს რომ იყო ციანიდი გამოყენებული, შანსი არ არის სხვა რამე ყოფილიყო გამოყენებული, სიმპტომების მიხედვით. იცი რა დაემართება სრულიად საქართველოს დედამოწყნულ სისტემებს? აგაყირავებთ დედას ფიცა ვარ რა. როგორ აგზავნიან გველურად ადამიანებთან ხალხს? შემოგვიწვრა 5 წლის წინ. აქედან გვიარა, იქედან გვიარა, კარგები ვიყავით, ხან რესპონდენტობა უნდა და ჩვენთან ხან ინტერვიუს ჩაწერა, ხან ის და მე აღამოვჭდით, თუ რა მაგათთვის გიჟები, ხონის გიჟები, ხო? თავისმა პირმა ამხილა ყველა, თავისმა საქციელებმა ამხილა ყველა. სვანეთში გადაწყვიტა წამოსვლა, რადგან რომ არ დამტკიცებულიყო რამე 24 საათის განმავლობაში, სანამ ჩვენ იქიდან აქ ჩამოვიდოდით. 24 საათი უკვე გავიდოდა, სანამ ლაბორატორია საერთოდ აზრზე მოვიდოდა. ამიტომ კარგად მოიფიქრა მაგ დამპალმა სისტემამ, როგორ დაევალებინათ იმ ადამიანების მოწამვლა. ჩვენ რეალურად გადარჩენილები ვართ, როგორ იცით? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ჩვენ როგორი გადარჩენილები ვართ, ისიც თუ ეხლა მე რომ მდგომარეობა მაქვს იმ სიმპტომების მიხედვით, რაც მე დამემართა იმ ციანიდის გამო, შემდეგ თლიანად გამომირეცხა კუჭნაწლავი, ეხლაც ფაღარათი მაქვს. 4 დღეა უკვე ფაღარათი მაქვს, არანაირი სისუსტეს გრძნობთ ეხლა ჩემთან, რატო უნდა მქონდეს მე ფაღარათი? არანაირი ბაქტერია მე არ მაქვს, არანაირი ვირუსი მე არ მაქვს. ეს არის მოწამვლა, რადგან მოწამვლის ნიშნებია. მე კი არ ვამბობ მაგას და დასკვნას მე კი არ ვაკეთებ. ექიმი აკეთებს მაგ დასკვნას. კომპეტენტური ექიმი.
და ეშინოდეს სრულიად სისტემას, დედასპიცა ვარ მიწიდან ამოგიღებთ. მიწაში რომ დაგმარხოთ, მიწიდან ამოგიღებთ, იცოდით რა? ვინც ეს გაბედა, დედასპიცა ვარ, კი არა და ყოვლად ურყვნელ ნათელს ვთხოვ. საქართველოში ადამიანების მოკლა როგორ ხდება? 25 წლის ბიჭი, ჩემი მეუღლის სტუდენტი, რომელიც სვანების ამბავს შეეხოდა, სვანებზე იკვლევდა და წერდა სადისერტაციო ამბავს. იკვლევდა უძლიერეს საკითხს, სვანების გენეტიკას. 25 წლის ბიჭი ნახეს სახლში გულის დაავადებით მკვდარი. შეიძლება 25 წლის ბიჭი გულით მოკვდარეს? არა. მაგრამ ასე გაასაღეს, დაიძინა ბიჭმა და აღარ გაიღვიძა. ეხლა ვხვდები მე, რატომაც დაიძინა და რატომაც აღარ გაიღვიძა. შაბათს დღეს, როდესაც დამეწყო ფაღარათი. და როდესაც ჰალუცინაციები უფრო და უფრო იზრდებოდა. ჩემი ორგანიზმი ძალიან ძლიერია. მე რო დაცვა მაქვს, დედა მოწყნულებო. მე რო დაცვა მაქვს, ისეთი არავის არ აქვს და ჩემთან დგარ მეგობრებს რო დაცვა აქვს, ისეთი არავის არ აქვს. გაგივარდათ კოვზი და ჩაგივარდათ ნაცარში, ხო? დედა მოწყნულებს მივმართავ რა. ბიჭო, მე რო ვიძინებდი, შენაგანმა მითხრა, არ დაიძინო, თორე ვეღარ გაიღვიძებ. ავდექი და გავიკეთე სპეციალურად გარე ჩარევით კუჭის გამორეცხვა, რადგან როდესაც მეძინებოდა, გრძნობდი რომ მივდიოდი სადღაც სიღრმეში, სადიდანაც ვეღარ გამოვიდოდი. ამიტომ როდესაც კუჭი გამოვირეცხე, ეს სიმპტომები მომეშვა. ეს არ არის ვირუსი, ეს არის ჩარევა გარედან, რომელსაც დედას მოგიხნავთ მეთქი რა, რო იცოდეთ. აი ხელში 14 დღე მჭირდება მსური რა. სულ 14 დღე მჭირდება დედასპიცა ვარ. ყუბოდან ამოგიღებთ და იქ დაგწავთ, სადაც იქნებით რა. და კიდე აქეთ გვაბრალებენ, ცისო ხონის გიჟები ვართ ჩვენ? აგერ ვნახავთ ვინ არის ხონის გიჟი. მაგასაც ვნახავთ ვინ იქნება ხონის გიჟი და ვინ მოხვდება ხონის საგიჟეთში. მთელი ღამე რო გელანდებოდა, ძაღლი ხან რაღაც სული, რომელიც თიას ახავებდა თურმე. გეუბნებით რა. ის რომ მე თიას მივეშველე, ბოდიში მაპატიებს ალბათ ის ადამიანი, ვისი სახელიც ესე წამომჩნდება ხოლმე რა. ის რომ მე იმ ადამიანს, რომელსაც უჭირდა მივეშველე, ხო? აქედან უკვე გადმოსულია ჩემზე. არა მხოლოდ ჩემზე, ჩემიდან გადასულია ბავშვებზე. ბავშვს ხვირიდან სისხლი წასკდა, ასევე მარინოზე. ასე არის მოშხამული სრულიად საქართველო, არავინ არ იცის ვის სწამლავენ და ის რო ხელს მოგყიდებს, ხელიდან უკვე გადადის. ციანიდი კი არ გადადის, ციანიდის მიერ გამომუშავებული მავნე ნივთიერებები ორგანიზმში რო გამოიყოფა. ისინი გადადის სხვებზე, ნებისმიერზე 21 დღის განმავლობაში, ვისაც ხელს მოკიდებ. გაიგეთ რა ხდება აქ? თქვენ ხვდებით ახლა საქართველო რატოა სუგათიშვილი? და სუავად რატოა ეს ხალხი? და სავსე არის ლაბორატორიები, სავსე არის საავადმყოფოები და სავსე არის სრულიად ფარმაციის, რა ქვია მაგას, აპოთეკას რა ქვია? აფთიაქები. რატო არის სავსე? ხვდებით ახლა ხალხო? მეც არაფერს არ ვიტყვი რა. თქვენ თუ გინდათ გიჟი დამიძახეთ, ან მოდით აზრზე, საერთოდ ამ ქვეყანაში რა ხდება. მე ხო ვის რა შეაინტერესებს ანეგანისო, ხო თქვა მაგან? ვის რა შეაინტერესებს ანეგანის? ვის რა შეაინტერესებდა სვანეთში რო წამოხვა? რატო გაინტერესებდა სვანეთში რო წამოხვედი? მაშინ მე კითხვა მიჩნდება, რა გინდოდა ორ გიშთან ერთად სვანეთში რო იყავი? ბიჭო, თუ ეგრე ფიქრობდი ჩვენზე, შენ დედა მოწყნულო ქალო. გველო. რა უნდოდა, ხო? რა უნდოდათ ჩვენგან?
მე რა ვიცი რა უნდა და რა დედის ტყუნა გინდათ ჩვენგან გამაგებინე რამეს ვაკეთებ ზურს ისმის ხმა თუ ისმის დასწყევლოს ღმერთმა ეგ გველებიო ბიჭო რამდენი გველია მე გადავამოწმე რა მე ვიცი კარგად ვიცი რომ ბიოლოგაცია არ არის ის რომ მას დაეყრდნო მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ამ ადამიანმა თავისი სურვილით გააკეთა თუ ვინმეს დაკვეთა იყო და სამწუხაროდ რა ამოვიდა იცით? ამოვიდა ის რომ ამ ადამიანს სულაც არ უნდა და გაეკეთებინა ის რაც გააკეთა მაგრამ იყო ვალდებული დინუშდენში ჩააგდეს. გაიგეთ რა ხდება აქ? ეს უკვე ბიოლოგიის საუბარი არის. შინაგანი რასაც გეუბნება. ესე ვალდებულებს ხდიან ხალხს, იჭერენ, დედას უხნავენ და აბა ერთი არ მოკლან. თქვენ წარმოიდგინეთ მე რომ რეანიმაციაში მოხდი ამა წლის დასაწყისში, იქ რა ხდებოდა, იცი? დედის ხნა ხდებოდა, მე გეტყვით ეხლა რა, მაშინ არ მომიყოლია. მე მაშინ ვხვდებოდი უბრალოდ რა ხდებოდა, თორე ეხლა ვხვდები რაც ხდებოდა რა, ეხლა რომ კომპეტენტური ექიმი ვნახე. ბიჭო შემიყვანეს, შევედი რეანიმაციაში, ცუდად ვარ, გული მიმდის. მე გონება მიმდის, არ ვიცი, მე მგონია რომ ვირუსია, შევედით, ვირუსი აიღეს, არანაირი ვირუსია, არ აღმოჩნდა ვირუსი. სისხლი აიღეს ნორმაშია, ყველაფერი კარგად არის. აბა რა ჩემი ფეხები მჭირს, მეთქი კაცო, ვხვდები, ვერ ვდგავარ. ბავშვი ცალკე რეანიმაციაშია, მე ცალკე რეანიმაციაში გადამაგზავნეს. გამიკეთეს გადასხმა. ზემოთ რეანიმაციაში რო ავედი ბიჭო მიკეთებენ ამ გადასხმას და გრძნობ რომ მე რამდენჯერ გამიკეთებია ეს გადასხმა და არ მქონია ესეთი არც გემო არც მთელი პირი ცხვირი გამლაშდა წარე გემო დაიწყო მე ვამბობდი რომ ვფიქრობდი რომ ეს იყო ვირუსის ბრალი ან ვირუსი არ მაქვს მაგრამ ვფიქრობდი მაშინ რა არის კაცო არც מחველებს არაფერი რა ხდება ვაფშე ვფიქრობ გამოვიძრობდი ამ ინფუზიას წყალს ვსვავდი ტონობით ალბათ რა კარგად ხდებოდი გამაქანებ და ვაღებინებდი კაფებს გავხდებოდი კარგად შემოიტანდნენ ამ ინფუზია ხო იცით რა არის გადასხმას გამიკეთებდნენ დამეწყებოდა ისევ გულისრევა და პირდაპირ გული მიმდიოდა დედასპიცავ გამოვიძრობდი ისევ ვაღებინებდი კაფებს რა ხდება მეთქი ხალხო ცუდად ხდები ამას რომ ვიკეთებთ რა არის ეს გამანებეთ არ მინდა ამის გაკეთება საბოლოო ჯამში თუ სანამ არ ვიჩხუბე არა უნდა გქონდეს გაკეთებული ეს კარგი არ არის მეთქი კარგი რანაირად არის კარგი მიკეთებთ და ვკვდები ვიხსნი და კარგად ვარ იქ ხალი გაგიჟდა დედასპიცა ვარ ჩემს პალატაში ვიცი ხო 4 დღე აკვირდა ამ საკითხს და ბოლოს მიხვდა. ეს ხალი გამოცდილი იყო და დამარიგა ესეთი რაღაც. თამარო, ეხლა აქედან გადი ოღონდო რა. ყველაფერი გააკეთე აქედან გახვიდეო. როგორც მე ვხედავო, ამათ არ უნდა თუ აქედან რო გახვიდედო. ხედავო რომ კარგად ხარო. და არ მიშო დღეს ხვალ. ბიჭო რა დღეს ხვალ? გამიშვით მეთქი. მოკლედ აქედან მიარეს, იქიდან მიარეს, ვერ მომკლეს დედასპიცავა რა. მან ხო დაეტრუპათ ის ილია მეორე მერე ვიღაცა მომაწერს ეხლა რომ საპატრიარქოს ის ხარო რა ქვია მტერი ხარო საპატრიარქოს მტერი კი არა ხალხო რეებს გიყვებით გაიგეთ რა ხალხს წამლავენ თქვენ რა იცით კიდე რა საშუალებებს იყენებენ იმისთვის რომ ამ ხალხმა გამოშტერებული იაროს ის მეორე სიტყვა რომ არ თქვა მაგრამ მაგრად შეეფერება გამოფალოსებული
გამოფალოსებული რა ხედავთ ენა როგორ მევა ბიჭო 2 დღე ჰალუცინაციები მქონდა რა ხდება მეთქი ეს რა არის და ვინმეს უნდა რომ მე კიდე გიჟად გამომიყვანოს ხო არ გაპატიებთ მაგათ მამაზეციერი ჩამოვა აქ და ყელებს გამოგხადავთ სულ ყველას გწოდეთ რა არ დაიწყოთ ჩემზე ცილის წამება თორე არ ვიცი რას გიზავთ რა სად ხდებოდა და საქართველოში აი აქ საქართველოში ხდებოდა ეს ყველაფერი ამ წელს ვინ გამიკეთა ვინ იყო ექთანის სახელი და გვარი აბა მე რა ვიცი ხა 4-ით ვიცი ვინ იყო სახელი და გვარი სახელი და გვარებს თუ ვძდიო რომელი ის იყო მარინოს საავადმყოფო რეანიმაციაში რო ვიყავით იონესთან ერთად არმასოს ნებისმიერი მე იმიტომ არ მივდივარ ახლა რეანიმაციაში თორე რეანიმაციაში მე გადასხმებს უნდა მიკეთებდნენ ახლა ისეთ მდგომარეობაში არის ჩემი ორგანიზმი ისეთ მდგომარეობაში არის რომ აი 3 ნაჩხრეტი მაქვს დღეს რა აი განახოთ 3 ნაჩხრეტი მაქვს ჩანს თუ არ ჩანს აქაც რა გამოშტერებულობა დაემართათ ბიჭო არ ვიცი ეხლა გეტყვით რა ორჯერ მიმიყვანეს არ გვეყო შენი სისხლიო კარგი გავანებოთ თავი მეორე დღეს თავი მისკდებოდა კოკაკოლას მით გავსკდიო ამბობს გელა მადლობა უფალს რომ გადარჩით ბიჭო ჩვენ გადარჩენილები ვართ გელა შენ არ ვიცი რანაირად გისკდებოდა თავი რა სიმპტომები გქონდა გაღებინა არ გაღებინა მაგრამ მე ხელში მაკვდებოდა ჩემი მეგობარი რა და იმას უნდა მითხრას რომ ისა რა ქვია ის იყო ძაღლი იყო იქ ოთახში რომ ძაღლის სული იყო იმან გამოიწვია ეგ ყველაფერი დაამტკიცოს მაშინ თუ ეგრეა ის სული რო იყო და იმ სულის ბრალი იყო მაშინ უნდა დაამტკიცოს მაგათ ერთი არ დაუმტკიცებია რა დედას ვიცავარ ამოვიღებ მეთქი მიწიდან იქაც რომ მოკოდეს და ჩამარხონ თურმე ძაღლი იყო ის რაღაცა ძაღლი თუ სული ვიღაცა ქალის სული რომელიც წელი ღამე ოთახში დადიოდა და თია იყო თუ ვინც იყო აწუხებდა გაიგეთ ხო და მაგას უნდა რომ მე მითხრას ხონის გიჟი ხარო ხო ის რომელიც იძახის რომ მთელი ღამე ოთახში სულები ელანდებოდა ის ამბობს ჩემზე ხონის გიჟიაო გესმით როცა მე ვამბობ ჰალუცინაციები დამიწყო და არ ვიცი საიდან მოდიოდა თქო გაიგეთ რა ხდება ვა ეს მაგარი დიდი გველეშაპის წინაშე წარმადგინა ღმერთმა მე და ჩემი ჯგუფი აი ჩვენი ჯგუფი სვანეთში ყოფნის დროს რა დიდი გველეშაპის როგორც ჩანს ჯერ ეს გველეშაპი უნდა დამარცხდეს და შემდეგ გაიხსნება თამარმების აკდამა სანამ ეს გველეშაპი არ გამოჩინდება როგორც ახლა მე გამოვაჩინე რომ როგორ კლავენ ბიჭო აქ თურმე ზოგის ორგანიზმი ვერ უძლებს ჩვენი ორგანიზმი ძალიან ძლიერია ის ვინც მოგწამლეს ჩვენმა ორგანიზმმა გაუძლო და კიდე დახმარება რა იყო იცით რომ ჩემს ხელზე გადმოვიდა ის ნივთიერებები და გადმონაწილდა მე რომ იმიტომ არ გაინძრა დასახმარებლად მე რომ არ დავხმარებოდი იმ ადამიანს რომელიც საპირფარეშოში ყვდებოდა უკვე და ხელი არ მომეკიდა იმის ორგანიზმი შეიძლება ვერ გაეძლო, იმდენი ვერ გაეძლო, გესმის? იმ დოზის ვერ გაეძლო. ამიტომ ის გადმონაწილდა ჩემზე. იმდენი სასმელები კი არა, დედას მოუხნავ მაგას 3 ჭიქა დალია მხოლოდ 3 პატარა არყის ჭიქა. სად იყო იმდენი სასმელები, ბიჭო? სად ქონდა იმდენი სასმელები? ერთი არყის ბოთლი იყო და ერთი ვისკი იყო. იმდენი სასმელი 8 კაცი, 10 კაცი ვიყავით. არ ქონდა, ფაქტიურად არ ქონდა იმდენი სასმელი რომ დაელია, რომ ესე ცუდად გამხდარიყო და მით უმეტეს ალკოჰოლმა არ იცის ეგ კაფი პირიდან. თან თუ მით უმეტეს 4 საათზე კარგად არის ადამიანი, ღამის 4 საათზე და დილის 6 საათზე ცუდად უკვე კვდება. ეგეთი რამე არ არსებობს. მე კი არ ვამბობ, მაგას ექიმი ამბობს. სასწრაფოდ შიმშილობს 4 დღეა უკვე შიმშილობ. 4 დღეა შიმშილობ, გუშინ ჭამე საჭმელი თუ გუშინწი. არაფერი არ მერგება, რასაც ჭამ წყალივით გამდის უკან. რატო? მოწამლული ვარ?
ბიჭო, ჩემი შვილები ნახეთ, აგერ ზიან, არანაირი ვირუსი არ აქვთ. ვირუსმა არ იცის ეგრე, არა. მე ეხლა ჩემი აზრები არ არის ეს, მე ექიმის დარიგება მივიღე და პირდაპირ ადებს ციანის ხელს. არანაირ სხვა საწამლავს, ციანიც ადებს ხელს. ხო და გაიმართება სასამართლო და ნახავენ. ვინ გამომჟღავნდება აქ, ვინ და რას გამოამჟღავნებენ. თაგომა კი არა და კატა მხარაო, რა გამოთხარაო. თაგმა თხარა, კატა გამოთხარაო, ხო? ბიჭო, მე მართლა გეუბნებით რა, მაგას რო არ დაეწყო ტრაკის თქიცინი, მე არავის არ წავიდოდი, ანალიზს არ გავაკეთებდი, პროსტა იმიტომ არ გავაკეთებდი, რომ მე ხო ვიცი რომ მოვიწამე, ვის უნდა უმტკიცო, მაგრამ ტრაკის თქიცინი რო დაიწყეს, აი მაშინ უკვე მეც დავიწყე რა აქედან ღრენა. 5 დღე არაფერი მიჭამიაო, გელა ამბობს. გელა, რა მაინტერესებს იცი? ჩირი თუ ჭამე შენ? ის ჩირი რო იყო იქ მაგიდაზე ჭამე? ბიჭო, გამოიციება ეს. აი პირდაპირ მტკიცებულება 6 საათის განმავლობაში 2 ადამიანი რომ ერთ ოთახში არიან და იმ 6 საათში ზუსტად გამომჟღავნდება ის ციანიდის ამბავი, იქ რო არავინ არ შესულა და არავის, აი რეალურად თუ სხვა იქნებოდა ამის გამკეთებელი, მაშინ უნდა გამომჟღავნებულიყო 4 საათი. მაშინ 6 საათამდე უნდა გამომჟღავნებულიყო უკვე, ეგ საკითხი. ის ღებინება და ქაფი. მაგრამ რადგან 6 საათზე გამომჟღავნდა, ესე იგი იქ მოხდა, იმ ოთახში მოხდა რაღაც და არა მანამდე. გაიგეთ რა ხდება აქ? კი, ერთი ნაჭერი ვჭამეო. ის ჩირი ჭამა ერთმა კიდე და მთლიანად გაწითლდა სახეზე და ჩვენ დავაბრალეთ რომ ზეზე იდგაო. მთლიანად გაწითლდა და ფაღარათი იმასაც ქონდა. ის ჩირი ჩემს ჩანთაში აღმოჩნდა მეორე დღეს, რო ჩამოვედით ორშაბათს დღეს მთლიანი შეკვრა ჭამე. მთლიანი შეკვრა, წარმოგიდგინეთ რას მიზავ და მე გადარჩენილი რო ვარ, დედას მიწავარ, ცოტა ჭამეს ადამიანებმა და დაემართათ ფაღარათი და აგერ ამბობს ადამიანი ყვება. ადამიანი რაც დაემართა, აგერ რა თქვა? გადარჩენაზე მოიცოდე? მთელი დღე კოკაკოლას ვსვავდიო, ისეთ ცუდად ვიყავდიო. ბიჭო, რა მაგარი მფარველი. თქვენ იცით? მე რო ხილვა მომიყო ეს თამარო შენ გნახეო, ხევსურეთის გზამდეო, სრულიად განლაგებული იყვნენ წმინდანები და ხატებიო და შენი გულისთვის იდგნენ იქო. ესე ვნახე ხილვაო. წარმოგიდგენიათ რა დონის ჩარევაა ზეციდან რომ მე არ მოვყვდე. აქ რა დედამიწაზე დედის ყნა მოხდა მერე, გაიგეთ? იქ რა მოხდა? მარტო მე კი არა, მე რო ვამბობ ბიჭო, ჩემი ჯგუფი ვარ. მე კი არა, მთელი ჯგუფი. ის ხელში რომ აკდებოდა ის ადამიანი და ვითომ რომ სულის ბრალი იყო, ვიღაცა რომ იძახდა რომ სული ჩავიდა ვითომ მაშინ და რაღაცას ახავებინებდა. არანაირი სულიო ბიჭო, ეგ არის ქიმიური ჩარევაო, მითხრა ექიმმა. ის სულებშიც ერკვევა და იმიტომ. და თელი ვენესუელა დაიქცა. 4 ძირითადად მიწასთან გასწორდა. ზუსტად მაგ დღეებში ჩვენ რო კლავდნენ ვითომ. თელი ზეციური ჩარევა არის აქ რა. გეუბნებით რა. თელი ზეცა ფეხზე დგას მეთქი რა. ერთი თუ ორი ზუსტად არ ახსოვს. ეგ უნდა მეთქვა ეხლაო შორენა ამბავს. მოკლედ არა რა, ანუ იმედია 21 დღის განმავლობაში, ეს 21 დღე არის ახლა ძალიან კრიზისული. 21 დღე თუ გადავლახე, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. გასული არის სულ რაღაც ერთი კვირა. ჩირის ჭამის შემდეგ არის გასული, ახლა ვეგეთყვით, ორშაბათ დღეს მე ეს ჩირი ვჭამე. რომელი ჩირიც როგორც ჩანს იყო მოწამლული. და აღმოჩნდა ჩემ ჩანთაში. იმან სპეციალურად თვითონ დაამზადა თურმე ჩირი, თვითონ თავისი ხელით. რამდენჯერმე გააკეთა ამაზე კონკრეტულად აქცენტი. და რო ვაკვირდებოდი ამ ჩირს ფაბრიკატული იყო აშკარად და ვიფიქრობდი რომ რატო დაჭირდა ადამიანს ესეთი ტყუილი, ხო? გავანებოთ თავი, ეს ჩემი ეჭვები შეიძლება იყოს ვთქვათ, მაგრამ აგერ ფაქტის სახეზეა, ბიჭო, ჩირი ვჭამე,
კიდევ კაი ბავშვებმა აჭამეს დედას მიცავარ კიდევ კაი ბავშვებია არ დამეწამლა თორე ვახ ჩემ ბავშვებს რო დაცვა შენ არ იცი შიყლე ჩემ ბავშვებს კი არა მარტო არ იცით რა არ იცით ყელი მეწოდა ხო ყელის წვა ბიჭოს აი მეორე დღეს რო ჩამოვედი ესე მეგონა რომ გეგონება აი რომ ნაღვეც რო ამოიღებ და რო აღებინებ და რო გეცვის მთელი ყელი რა ხმაც ხო არ მქონდა ნახეთ ლაივში ხმა საერთოდ წართმეული მქონდა რა მოგივიდა ხმაზე კიდევაც მკითხეს ჩემ მსმენელებმა არ ვიცი მეთქი რა მომივიდა რა რაღაცნაირად მეცვის ყელი და ჩამიწყდა ხმა უცბად 2 დღე 3 დღე სანამ ფაღარათი არ დამეწყო ყელი მქონდა ჩახლეჩილი ფაღარათი დამეწყო და ყელიც მომივიდა ხმაც მომივიდა თქვენ გონიათ რომ ეს სიმპტომები ეს ესე ჩაივლის თქვენ ეს გონიათ რომ ესე ჩაივლის ვაი თქვენს პატრონს ვინც ფიქრობს რომ გამოგივათ ის რაც დაგეგმეთ 24 საათი ილოცეთ რომ აი დედას მიცავარ სინანურში თუ არ ჩავარდებით იცი რა დაგემართებათ კიდე აქეთ რომ აწובה და ვურჩივლებო მე მაგასო მიჩივლე რასა მიჩივლებ ჩემს ეჭვმიტანილობას მიდი მიჩივლე ეხლა მიდის თეთრების და შავების გადალაგება გველები გამოაშკარავდებიან ყველანი გამოაშკარავდებიან თეთრები თავის ერთად დადგებიან შავები ერთად დაეხარებიან მაგათი დედაც ჯეკი და უნდათ რომ ალკოჰოლს მიაწერონან სულს მთელი ღამე რომ დაძრწოდა იქ ვითომ ოთახში ეგ ხონის პაციენტი ეგ მართლა სულები ელანდება ცხოვრებაში არ მithქვია სული მომელანდაო მაგრამ მაგას კი და მე მიზახის ხონის პაციენტს ხო საცოდავი აი გეუბნებით რა 48 დღე რჩება ის სიმპტომები კი არა ის ნივთიერებები ორგანიზმში 48 დღე თუ 72 დღეს გადააჭარბა იმ ნივთიერებებმა ესე იგი საერთაშორისო სამართალია ჩასარევიო ესე მითხრეს ზუსტად რა ესე იგი ძალიან მზაკოვრული დოზით გამოიყენეს რომელიც აი თვალსა და ხელშუა გადავრჩით კარგი ახლა მე წავალ დაგემშვიდობებით კითხვები ხომ არ გაქვთ მოკლედ მადლობა ყველას ვინც აქ ხართ აი ესე იგი გელა მადლობა აუცილებლად სასამართლო თუ გაიმართა აუცილებლად ყველა ვიქნებით იქ ყველას დავკითხავენ ყველა მოვალ ყველა თავის სიმპტომს იტყვის დედას ვიცავარ აი არ ვიცი რა ვინც ალკოჰოლი მოიტანა ის არ არის დამნაშავე ალკოჰოლი ჩემმა მეუღლემაც დალია არაფერი არ ჭირს ალკოჰოლს ყველა ვსვავდით იცოდეთ რა ალკოჰოლის ბრალი ეგ არ არის და არავინ თქვას რომ ალკოჰოლის ბრალია რა მოკლედ ეხლა წავედი და თუ მაგდენი გაბედეს რამე რადიაციულიც არ იყოს მაგაზე რადიაციული რეალურად აი მე ჰემოსკანირება რო გავიკეთე იმან მითხრა იმ ადამიანმა რომ რა არისო თქვენთანო სახში ესეთიო ყველას გაქვთო ისო მძიმე მეტალი ორგანიზმშიო ბავშვებსაც კიო რაღაცა გაქვთ სახშიო რაც გწამლავთო ეგ რადიაციულიც ვიღაცამ შემომიგდო და ეგეც უნდა გადავამოწმო თუ მაგდენი გაბედეს რამე რადიაციულიც არ იყოს მაგაზე გადაამოწმე როგორც ხდება წყალი ან რამე და დროთა განმავლობაში არ იმოქმედებს ვინ იცის რომ დაამუშავეს დედა რაო ვინ იცის რით დაამუშავეს დედა რა არ ხდება რა არ ხდება დაამუშავეს კი არა ბიჭო მე ერთხელ ერთთან შევხვდი
ერთպես რო შევხვდი, მე მაშინ აი დედას ვიცხარ, აი ძალიან ალალი ადამიანი ვარ და საერთოდ არ მეშინია იგი. თან მიუხედავად ვიცი რომ საფრთხეს შეიცავს ჩემი ეს საუბრები, რასაც ფარდას ხსნი. მაგრამ მე არ მეშინე, მე ვერაფერი ვერ მომწავლავს ხახოს. საწამლავი მე ისეთი დაცვა მაქვს ეციდან, როგორც შევა ისე გავა და ზუსტად ეგრე ხდება ხოლმე. რამდენჯერ ერთ კაფეში, მეორედ შეხვედრაზე. აი ესე თავისი ხელით რო დამიდო წვენი და მითხრა ეს ჩემგან თქვენ. ორივეს მე და ჩემს მეუღლეს. და რომ სვავ, ვზნობ რომ აი ესე დატრიალდა თავში ყველაფერი და ვფიქრობ რა ხდება. და რომ იყურებს თვალებში თან. უх თქვენი დედავატირე რა. როგორ მეწოდებით ბიჭო? რა გინდათ? როგორ მიმეტებთ? რას ვაკეთებ ისეც? სულს. მე ხომ მხოლოდ ყველაფერს ფარდას ვხდი, მაგრამ მესმის თქვენიც, იმიტომ რომ ჩაჭერილები ხართ მაგის დედავატირე, ცოდოები ხართ. თქვენ სხვა გზა არ გაგაჩნიათ. არა. ვერ ითავისუფლებთ თავს, იმიტომ რომ ჩაჭერილები ხართ. ისევ მე გაგათავისუფლებთ ჩემ მკვლელებს. ისევ მე ჩემი გასათავისუფლებელი გახდებით თქვენ, ჩემი მკვლელები. ისინი ვიც მეც და ჩემს მეგობრებსაც კლავდით. რასაც შენ ყვები, არ ვიცი რა ვიფიქრო. აბა მე რაღა ვიფიქრო ლაშა? აი მითხარი, რაღა ვიფიქრო მე? მაშინაც განსაკუთრებით აი რეანიმაციაში რომ მოხდი, უნდა გქონოდა შეხვედრა. შეხვედრა გადაიდო, იმიტომ რომ ბავშვს ჰქონდა ისა, რა ქვია, ბავშვს ჰქონდა ვირუსი და მეც ოდნავ გადმომედო. ბიჭო, მე ვირუსი ვიცი, მაგრამ ესეთი ვირუსი არ ვიცი. გაგრძელდა და მოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც მომართვა ყვავილები. და როდესაც ამ ყვავილებს გამოვართვი, ახლა რაღაცა ახლოს მივიტანე და გამაფრთხილა. თან მითხრა პირდაპირ პირში, რომ იცი რაო, მეო შეიძლება ხო მენდო, მაგრამ სხვას ნუ ენდობიო, ყვავილს როცა მოგართმევსო, ახლოს არ მიიტანო ცხვირთანო. ბიჭო, რაღა მითხრას ამ ადამიანმა სხვა? აი მითხარი რა. რაღა მითხრას ამ ადამიანმა გამაფრთხილა. არ მაქვს სხვა შანსი. სხვა გზა არ მაქვს. უნდა გავაკეთო, მაგრამ გაფრთხილებ, ნუ მიიტან ცხვირთან ახლოს. გაიგე? ამას პირდაპირ ხო არ მეტყოდა არა? ვინც ციხეში იჯდა, ვინც ციხეში ერთდროს ბზარა, ან საგიჟეთში, ყველანი აგენტები არიან. ესენი არ არიან გულით ცუდი ადამიანები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცის სანაცვლოდ გამოუშვეს და რომელზეც ხელები აქვთ მოწერილი, რომ იქნებიან მათი თანამშრომლები. არ არიან ეს ადამიანები ცუდები, მაგრამ აკეთებინებენ ცუდ საქმეებს. გაიგეთ რა ხდება საქართველოში? ეხლა მიხვდით, რატომ ვლაპარაკობ მე ბევრს? არავისთვის არ მომიწერია მეთქი ხელი ჩემი მეუღლის გარდა თქო რა. ჩემ მეუღლეს მოუწერე მხოლოდ ხელი, როდესაც დავქორწინდით. რომ მე ვიქნებოდი მასთან ერთად, როგორც კარგი, ისე ცუდ დღეებში. გაიგეთ აქ რა ხდება? სრულიად საქართველო, ამიტომ ვერ მიდის წინ, ამიტომ ვინმე იტყვის რამეს მოკლავენ. ჩემი თვალთა და ხელშუა 25 წლის ბიჭი სვანების გენეტიკას იკვლევდა და ამბობდა 80% სვანების ერთი ადამიანიდან არის წარმოშობილი. ერთი კაციდან არის, გენეტიკა იმდენად არის შენახული, მაგრამ 25 წლის ასაკში თურმე გულის ინფარქტით მოკვდა. დაიძინა და აღარ გაიღვიძა. რა თქვა? ექსპერტიზამ გულის ინფარქტი. მიდი და აკვლიე ახლა შენ. გულის ინფარქტი იყო თუ იყო რამე სხვა. მიდი რა, ვინ ოჯახი გამოიძიებს ამას? ჭირის უფლის ოჯახი? თუ ვინმე სახელმწიფო პირი დაინტერესდება მაგ საკითხით. რატომღაც ისევ სვანეთს დაუკავშირდა ის ამბავი? ჩვენ სვანეთში ვიყავით ასული და აი სვანების შეხება არ ევასებათ როგორცაც. ვიღაცებს რა. ვიღაცებს არ ევასებათ, როცა სვანებზე სიმართლეს აჟღერებენ. არ უნდათ რომ გამოვიდეს ის, რაც სიმართლეა.
ვის ნეტა? არ ვიცი ვის, გაიგოვა ეგეც. მაგასაც ვიხილავთ ჩვენი თვალით. აწრიალებულია გველის წიწილები ბოლოს მოსული მაგენისთვის დაგლოცოს ქრისტემ და გაგძლიეროთ ოჯახი თან ერთად. ამინ რიმა, დიდი მადლობა გისმინოს ყოველდღიურ ყრუნელმა ნათელმა იესო ქრისტეს ძალით მოგწეს ჩვენი ძალა, რომ ყველაფერი ჩინში გამოვიტანოთ. წავედი ახლა მე აბა დროებით.